წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ათეულობით ადამიანისგან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ქვემო ქართლის საბაჟო სისტემა 1990-იანი წლების ბოლოს. თითოეული საიდუმლო გზა, თითოეული ფარული შეთანხმება, თითოეული ნაღდი ფულით სავსე კონვერტი, რომელიც არასოდეს მოხვდა სახელმწიფო ხაზინაში. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ უნდა აირჩიოთ ლოიალობასა და საკუთარ სიცოცხლეს შორის. 2003 წელს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი ღალატი ჩაედინათ საკუთარი სისტემისთვის, რომელიც მათ მილიონებს აძლევდა? წითელი ხიდი. სადახლო. გუგუთი. სამი სახელი, რომელიც 1990-იან წლებში საქართველოს ყველაზე მდიდარ ადგილებს აღნიშნავდა, მაშინ როცა ქვეყანა სიღარიბეში იყო ჩაფლული. ეს იყო სტრატეგიული წერტილები, სადაც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოდიოდა ყველაფერი, რაც ქვეყანას სჭირდებოდა გადასარჩენად: საწვავი, ფქვილი, პური, სიგარეტი. მაგრამ ფული, რომელიც უნდა შესულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, ქრებოდა უკვალოდ. როგორ? სად? ვის ჯიბეებში მიდიოდა ის მილიონები, რომლებიც უნდა გადაერიცხა იმ პენსიონერებს, რომლებიც რიგებში იღუპებოდნენ 14 პენსიის მისაღებად, რომლის გაცემაც 6-8 თვეს იგვიანებდა? ეს არის ისტორია პარალელური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, სადაც ფული მიედინებოდა არა ხაზინაში, არამედ კონკრეტული ჩინოვნიკების ხელებში იერარქიული პირამიდის პრინციპით. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა საბაჟო სისტემა უზარმაზარ მაფიოზურ სტრუქტურად, რომელსაც თავად სახელმწიფო იცავდა. 1995 წელს, როცა ედუარდ შევარდნაძემ დაამარცხა შეიარაღებული ფორმირებები და რეგიონებში დანიშნა საკუთარი გუბერნატორები, ქვემო ქართლის რწმუნებული გახდა ლევან მამალაძე. ადამიანი, რომელსაც მალე უწოდებდნენ ქვემო ქართლის დონს. ადამიანი, რომლის გარეშე საბაჟოზე ბუზი ვერ გაფრინდებოდა. მაგრამ რა ხდებოდა იმ დღეებში, როცა მამალაძე ხდებოდა რეგიონის აბსოლუტური მმართველი? რა სისტემა იყო უკვე ჩამოყალიბებული, რომელსაც მხოლოდ ახალი სახე დაერქვა? და რატომ თვალს ხუჭავდა შევარდნაძე ამ მაფიოზურ მმართველობაზე? პასუხი მარტივია და საშინელი: პოლიტიკური ლოიალობა ფულის სანაცვლოდ. მამალაძე არჩევნებზე მმართველი პარტიისთვის, მოქალაქეთა კავშირისთვის, სტაბილურად დებდა 85-90%-იან შედეგს. ხშირად გაყალბებითა და დაშინებით. ეს იყო გარიგება: შენ მაძლევ ხმებს, მე გაძლევ ქვემო ქართლის საბაჟოებს. და ამ საბაჟოებზე მიმდინარეობდა ის, რაც დღეს ჩვენ ვიცით, როგორც შავი ხვრელი ადგილი, სადაც ქრებოდა ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც არასოდეს მივიდა სახელმწიფო ბიუჯეტში. წითელ ხიდზე, სადაც აზერბაიჯანიდან შემოდიოდა მთავარი სატრანზიტო და საიმპორტო არტერია, არსებობდა თანამდებობა, რომელსაც ეძახდნენ შლაგბაუმის ამწევი. ადამიანი, რომელიც უბრალოდ შლაგბაუმს წევდა და წევდა. წარმოიდგინეთ, ამ პოზიციაზეც კი იყო უზარმაზარი კონკურენცია და ქრთამი, რადგან თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლი შლაგბაუმის ამწევს ხურდას უგდებდა $1-2. დღის ბოლოს ეს ხურდა ასეულობით დოლარს შეადგენდა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. რიგითი მებაჟე, რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა 30 ლარი ხელფასი, ატარებდა ოქროს სქელ ძეწკს, ჰყავდა პირადი დაცვა და ფლობდა ბენზინგასამართ სადგურებს. როგორ? საიდან? ვინ აძლევდა მათ ამ ფულს, მაშინ როცა ქვეყანაში იყო დენის გრაფიკი, დღეში 2-4 საათს და პენსიონერები რიგებში კვდებოდნენ 14 პენსიის მისაღებად? პასუხი იმალება სისტემაში, რომელსაც ეძახდნენ შავი და თეთრი სალარო. წარმოიდგინეთ, საზღვარზე შემოდის ტვირთი, საწვავით სავსე ცისტერნა. ოფიციალურად ის ტარდება როგორც ტრანზიტი, რაც არ იბეგრება, ან საერთოდ არ ფიქსირდება დოკუმენტებში. მებაჟე იღებს ქრთამს ნაღდი ფულით. რიგითი მებაჟე იტოვებს 10%-ს, ცვლის უფროსი 20%-ს, დანარჩენი მიდის საბაჟოს უფროსთან, რომელიც თავის მხრივ წილს აგზავნის თბილისში, საბაჟო დეპარტამენტში და ქვემო ქართლის გუბერნიაში. ეს იყო პირამიდა, სადაც თითოეული იცოდა თავისი ადგილი და თითოეული იღებდა თავის წილს. მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტი რჩებოდა ცარიელი. არსებობს დაუდასტურებელი, მაგრამ ფართოდ გავრცელებული ლეგენდა, რომელიც იმ ეპოქის სულს კარგად გადმოსცემს. დღის ბოლოს საბაჟოს უფროსები ფულს კი არ ითვლიდნენ, არამედ წონიდნენ, რადგან კუპიურების დათვლას ფიზიკურად ვერ ასწრებდნენ. წარმოიდგინეთ ეს სურათი: ოთახი, სადაც ნაღდი ფული არ ითვლება, არამედ იწონება. ეს არის სიმბოლო იმისა, თუ რა მასშტაბის კორუფცია მიმდინარეობდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე. მაგრამ ვინ იყო ამ სისტემის რეალური ბოსი? მამალაძე? თუ ვინმე უფრო მაღლა?
პრესის ნაწილი ამტკიცებდა, რომ საბაჟოებს სრულად აკონტროლებდა გუბერნატორი ლევან მამალაძე. თუმცა სხვა წყაროები, მათ შორის ყოფილი ძალოვნები, მიუთითებენ, რომ მამალაძე მხოლოდ რეგიონალური მენეჯერი იყო. მთავარი ფული კი მიდიოდა თბილისში, ოჯახთან შევარდნაძის გარემოცვასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძესთან. თარგამაძე, რომელსაც უწოდებდნენ რკინის კაცს, იყო ადამიანი, რომლის უწყება უზრუნველყოფდა კონტრაბანდის უსაფრთხოებას ქვეყნის შიგნით. როგორ? რა იყო მისი როლი ამ სისტემაში? და რატომ არ შეეძლო არავის შეეჩერებინა ეს მანქანა, რომელიც ქვეყანას ძირს უთხრიდა? პასუხი იმალება სქემაში, რომელსაც ეძახდნენ პოლიციური ესკორტი. წარმოიდგინეთ, კონტრაბანდულ ტვირთს საზღვრიდან თბილისამდე მოყვება პოლიციის მანქანა ციმციმებით. რატომ? რათა გზაში სხვა სტრუქტურებს, საგზაო პოლიციას, ფინანსურ პოლიციას არ გაეჩერებინათ და ფული არ მოეთხოვათ. ეს იყო სახელმწიფო დაცვა კონტრაბანდისტვის. ეს იყო სისტემა, სადაც თავად სახელმწიფო იცავდა იმ ადამიანებს, რომლებიც ქურდავდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს. მაგრამ რატომ? რატომ იყო ეს საჭირო? რა იყო ის უფრო დიდი თამაში, რომელშიც ქვემო ქართლის საბაჟოები მხოლოდ ერთი ფიგურა იყო? 1996-დან 1999 წლამდე მიმდინარეობდა კონტრაბანდის ოქროს ხანა. კალიბდებოდა მკაფიო კორუფციული ვერტიკალი. სადახლოს ბაზრობა, რომელიც იყო კავკასიაში ყველაზე დიდი დაურეგულირებელი სავაჭრო ზონა, აღწევდა პიკს. ბაზრობაზე ბრუნავდა ათეულობით მილიონი დოლარი, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტში შედიოდა მიზერული თანხა, ეწ. ადგილის მოსაკრებელი. ხალხს სჩიოდა, პური ჭირდა. ამ დროს სადახლოდან შემოდიოდა ტონობით კონტრაბანდული ფქვილი, რომელსაც ადგილობრივი მაფია აკონტროლებდა. ვინც შეეცდებოდა დამოუკიდებლად იაფად შემოეტანა ფქვილი, მას გზაში აყაჩაღებდნენ ან ტვირთს უწვავდნენ. ეს იყო მაკარონის და ფქვილის მაფიას სისტემა, რომელიც აკონტროლებდა იმას, თუ ვინ ჭამდა და ვინ არა. თბილისში, დიღომში და რუსთავში გაჩნდა მთელი უბნები, სადაც მხოლოდ საბაჟოს თანამშრომლების 60-სართულიანი, წითელაგურიანი სახლები იდგა. ხალხი ამ უბნებს ირონიულად, წითელ ხიდს ან საბაჟოს დასახლებას ეძახდა. წარმოიდგინეთ ეს კონტრასტი, ერთ მხარეს გაკინული უშუქო საქართველოს, სადაც პენსიონერები რიგებში კვდებიან 14-ლარიანი პენსიის მისაღებად, რომლის გაცემაც 6-8 თვეს იგვიანება. მეორე მხარეს, წითელ ხიდზე მოძრავი საწვავის ცისტერნები და მებაჟეების აშენებული სასახლეები. ეს იყო ორი პარალელური რეალობა, რომლებიც არსებობდნენ ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე დროს. მაგრამ რამდენად დიდი იყო ეს შავი ხვრელი? რამდენი ფული ქრებოდა რეალურად? საქართველოს კონტროლის პალატის იმდროინდელი დასკვნები სულხან მოლაშვილის პერიოდიდან პირდაპირ აფიქსირებდნენ, რომ ბიუჯეტში ასეულობით მილიონი ლარის დანაკლისი იყო საბაჟოებიდან. ასეულობით მილიონი. წარმოიდგინეთ, რა შეეძლო გაეკეთებინა ამ ფულით სახელმწიფოს, გადაეხადა პენსიები, აღედგინა ინფრასტრუქტურა, დაეხმარა ხალხს. მაგრამ ეს ფული არასოდეს მივიდა ბიუჯეტში. ის მიდიოდა კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებიც აშენებდნენ სასახლეებს და ყიდულობდნენ უახლეს მოდელის ჯიპებს. იმდროინდელი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში საწვავის იმპორტი იყო კატასტროფულად დაბალი. თუმცა ქუჩებში მანქანების რაოდენობა და ბენზინგასამართი სადგურების მუშაობა აჩვენებდა, რომ ქვეყანა მოიხმარდა 3-4-ჯერ მეტ საწვავს, ვიდრე ოფიციალურად შემოდიოდა. ეს იყო კონტრაბანდის მთავარი მტკიცებულება. ოფიციალური სტატისტიკა ამბობდა ერთს, რეალური მოხმარება სულ სხვას. და ეს სხვაობა იყო ის ფული, რომელიც ქრებოდა საბაჟოებზე. მაგრამ ვინ იცოდა ამის შესახებ? ვინ ხედავდა ამ რიცხვებს? და რატომ არავინ აჩერებდა ამ სისტემას? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ სისტემა იცავდა საკუთარ თავს. 1995 წელს, როცა ლევან მამალაძე გახდა ქვემო ქართლის გუბერნატორი, მან შექმნა სისტემა, რომელშიც ყველა იყო ჩართული: მებაჟეები, პოლიციელები, გუბერნატორის აპარატი, თბილისის ჩინოვნიკები. თითოეული იღებდა თავის წილს და თითოეული იცავდა სისტემას. ვინც შეეცდებოდა ამ სისტემის წინააღმდეგ წასვლას, მას ან აყაჩაღებდნენ, ან დაშინებდნენ, ან უბრალოდ მოკლავდნენ. ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო, რომელიც არსებობდა სახელმწიფოს შიგნით. მაგრამ რა ხდებოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობდნენ ამ სისტემაში? როგორ ცხოვრობდნენ ისინი? რას გრძნობდნენ? წითელ ხიდზე მუშაობის დაწყების არაოფიციალური ფასი, პრესისა და იმდროინდელი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის თავისუფლების ინსტიტუტის ანგარიშებით, $10,000-დან $20,000 მერყეობდა.
ცვლის უფროსობის ფასი გაცილებით მაღალი იყო. წარმოიდგინეთ, ადამიანი იხდის 10-დან 30,000 დოლარს იმისთვის, რომ დაიწყოს მუშაობა თანამდებობაზე, რომელიც ოფიციალურად 30 ლარს იხდის თვეში. რატომ? რადგან ის იცის, რომ ამ თანამდებობიდან შეძლებს გააკეთოს 10-ჯერ, 100-ჯერ მეტი ფული ქრთამებიდან. ეს იყო ინვესტიცია. ადამიანი ინვესტირებდა 10-დან 30,000 დოლარს იმისთვის, რომ მოგვიანებით გამოეტანა მილიონები. და ეს სისტემა მუშაობდა. მებაჟეები მდიდრდებოდნენ, გუბერნატორი იღებდა თავის წილს, თბილისი იღებდა თავის წილს, ყველა იყო კმაყოფილი. გარდა ერთისა, ქართველი ხალხისა, რომელიც კვდებოდა სიღარიბეში, მაშინ როცა მისი ფული ქრებოდა საბაჟოებზე. მაგრამ ვის აინტერესებდა ხალხი? ვის აინტერესებდა პენსიონერები, რომლებიც რიგებში იღუპებოდნენ? ვის აინტერესებდა ის, რომ ქვეყანაში დენის გრაფიკი იყო დღეში 2-4 საათს? 1900-2001 წელს იწყება პირველი სერიოზული საპროტესტო მუხტი. ტელეკომპანია რუსთავი 2 იწყებს საბაჟოებზე ფარული კამერებით გადაღებული კადრების ჩვენებას, როგორ იღებენ მებაჟეები ფულს პირდაპირ ხელში. გადაცემას 60 წუთი აკაკი გოგიჩაიშვილის საგამოძიებო რეპორტაჟები იწყებს ამ სისტემის გამოაშკარავებას. ხალხი ხედავს ეკრანებზე იმას, რასაც ყველა იცოდა, მაგრამ არავინ ამბობდა ხმამაღლა, საბაჟოები არის კორუფციის ბუდე, სადაც ქრება მილიონები. მაგრამ რა შედეგი მოჰყვა ამ გამოაშკარავებას? შეიცვალა რამე? შეჩერდა თუ არა ეს სისტემა? არა. სისტემა გააგრძელა მუშაობა. იმიტომ რომ ის იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ღრმად ჩაფესვებული. 1900-2001 წლის შემოდგომაზე, სტუდენტური აქციების შემდეგ თბილისში, კახა თარგამაძე იძულებული გახდა გადადგომოდა. სისტემა დაიწყო რღვევა, თუმცა ქვემო ქართლში მამალაძე კვლავ ინარჩუნებდა პოზიციებს. ის კვლავ იყო ქვემო ქართლის დონი, ადამიანი, რომლის გარეშე საბაჟოზე ბუზი ვერ გაფრინდებოდა. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლო მას ამ პოზიციის შენარჩუნება? რამდენ ხანს შეეძლო ამ სისტემას გაგრძელება, მაშინ როცა ხალხი უკვე იცოდა სიმართლე? 2003 წლის ნოემბერში მოხდა ის, რასაც ეძახდნენ ვარდების რევოლუციას. შევარდნაძე გადადგა. ლევან მამალაძე გაიქცა ქვეყნიდან რუსეთში. ახალი ხელისუფლება დაიწყო მასობრივი დაჭერები. ტელევიზიით აჩვენეს მებაჟეების სახლებიდან ამოღებული მილიონები და ოქროს ზოდები. ხალხი ხედავდა ეკრანებზე იმას, რაც ყველა მიცოდა, მაგრამ არავინ ამბობდა, საბაჟოს თანამშრომლები იყვნენ მილიონერები, მაშინ როცა ქვეყანა კვდებოდა სიღარიბეში. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. რეალური ისტორია, რეალური სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა, ჯერ კიდევ უნდა გამოვიდეს ზედაპირზე. ვინ იყო რეალური ბოსი ამ სისტემაში? მამალაძე? თარგამაძე? თუ ვინმე უფრო მაღლა, ვინც კვლავ რჩება ჩრდილში? 2004 წლის გაზაფხულზე, როცა ახალი ხელისუფლება იწყებს მასობრივ დაჭერებს, პროკურატურა აკავებს ქვემო ქართლის საბაჟოს არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს. ამოიღება მილიონობით დოლარის ნაღდი ფული და ყადაღდება ათეულობით უძრავი ქონება. ტელევიზიით აჩვენებენ კადრებს, ოთახების სავსე ნაღდი ფულით, ოქროს ზოდები, ძვირფასი მანქანების სასახლეები. ხალხი ხედავს და ვერ სჯერა. როგორ შეეძლოთ ამ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად იღებდნენ 30-40 ლარს თვეში, ჰქონოდათ ასეთი სიმდიდრე? პასუხი მარტივია, ისინი არ ცხოვრობდნენ ხელფასით. ისინი ცხოვრობდნენ ქრთამებით, რომლებიც იღებდნენ თითოეული სატვირთო მანქანისგან, რომელიც გადიოდა საზღვარზე. მაგრამ რამდენი იყო ეს ქრთამი? რა თანხებზე ვსაუბრობთ? წარმოიდგინეთ, სათვავით სავსე ცისტერნა, რომელიც შემოდის აზერბაიჯანიდან წითელ ხიდზე. ოფიციალური გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს, არის რამდენიმე 1000 ლარი. მაგრამ მძღოლი იცის, რომ თუ ის გადაიხდის ქრთამს 500,000 დოლარს, მისი ტვირთი გაივლის როგორც ტრანზიტი და არ დაიბეგრება საერთოდ. ან საერთოდ არ ჩაიწერება დოკუმენტებში. ეს არის მისი არჩევანი, გადაიხადო ოფიციალური გადასახადი და დაკარგო დრო, ან გადაიხადო ქრთამი და გაიარო სწრაფად. რას აირჩევს ის? რა თქმა უნდა ქრთამს. ახლა გაამრავლეთ ეს 500,000 დოლარი იმ ასეულობით სატვირთო მანქანაზე, რომელიც ყოველდღიურად გადის წითელ ხიდზე. დღეში ათეულობით 1000 დოლარი. თვეში ასეულობით 1000. წელიწადში მილიონები. და ეს მხოლოდ ერთი საბაჟო პუნქტია. დაამატეთ სადახლო, გუგუთი, სხვა პუნქტები. დაამატეთ არა მხოლოდ საწვავი, არამედ ფქვილი, სიგარეტი, ჯართი, ყველა სხვა საქონელი, რომელიც შემოდის ქვეყანაში.
და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატა ამტკიცებდა, ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც ქრება ყოველწლიურად. მაგრამ სად მიდის ეს ფული? როგორ ნაწილდება ის? ვინ იღებს რას? პასუხი იმალება იმ სისტემაში, რომელსაც ეძახდნენ შავი და თეთრი სალარო. რიგითი მებაჟე, რომელიც პირდაპირ იღებს ქრთამს მძღოლისგან, იტოვებს 10%-ს საკუთარი თავისთვის. დანარჩენს აძლევს ცვლის უფროსს. ცვლის უფროსი იტოვებს 20%-ს და აძლევს დანარჩენს საბაჟოს უფროსს. საბაჟოს უფროსი იტოვებს თავის წილს და აგზავნის დანარჩენს თბილისში, საბაჟო დეპარტამენტში და ქვემო ქართლის გუბერნიაში. ეს არის პირამიდა, სადაც თითოეული იცის თავისი ადგილი და თითოეული იღებს თავის წილს. მაგრამ რა ხდება, თუ ვინმე არ დაიცავს წესებს? რა ხდება, თუ რიგითი მებაჟე გადაწყვეტს, რომ მან უნდა დატოვოს არა 10, არამედ 20%? ან რა ხდება, თუ ვინმე გარედან შეეცდება შემოვიდეს ამ სისტემაში და დაიწყოს დამოუკიდებლად მუშაობა? პასუხი მარტივია და საშინელი, მას ან აყაჩაღებენ, ან დააშინებენ, ან მოკლავენ. ეს არის მაფიოზური სისტემა, რომელიც იცავს საკუთარ თავს ძალით. და ამ ძალას უზრუნველყოფს თავად სახელმწიფო პოლიცია, რომელიც ემსახურება არა კანონს, არამედ ამ სისტემას. 1999 წელს, როცა ტელეკომპანია რუსთავი 2 პირველად გადასცა ფარული კამერით გადაღებული კადრები წითელი ხიდიდან, ერთმა ყოფილმა მებაჟემ, რომელიც დათანხმდა ანონიმურად ესაუბრა ჟურნალისტებს, თქვა ფრაზა, რომელიც დღემდე ახსოვთ იმ ადამიანებს, ვინც ნახა ეს გადაცემა, ჩვენ არ ვიყავით კორუმპირებული ჩინოვნიკები. ჩვენ ვიყავით სისტემის ნაწილი, რომელიც შექმნა თავად სახელმწიფომ. ეს სიტყვები ჟღერს როგორც გამართლება, მაგრამ მათში იმალება უფრო ღრმა სიმართლეს, სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ იქცა საბაჟო სისტემა პარალელურ სახელმწიფოდ, სადაც ფული მიედინებოდა არა ხაზინაში, არამედ კონკრეტული ადამიანების ჯიბეებში. მაგრამ ვინ შექმნა ეს სისტემა? ვინ იყო ის არქიტექტორი, რომელმაც ააშენა ეს პირამიდა, სადაც თითოეული იცოდა თავისი ადგილი და თითოეული იღებდა თავის წილს? და რატომ არავინ შეეძლო ამ სისტემის შეჩერება, მაშინაც კი, როცა ყველამ იცოდა, რომ ის არსებობდა? პასუხის საპოვნელად უნდა დაუბრუნდეთ 1994 წელს, როცა ედუარდ შევარდნაძე ამარცხებს შეიარაღებულ ფორმირებებს და იწყებს ქვეყნის რეკონსტრუქციას. ის ნიშნავს გუბერნატორებს რეგიონებში, ადამიანებს, რომლებსაც ენდობა, ადამიანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ხელისუფლებას ადგილზე. ქვემო ქართლში ასეთი ადამიანი ხდება ლევან მამალაძე. მაგრამ რატომ სწორედ მამალაძე? რა ჰქონდა მას, რაც სხვებს არ ჰქონდათ? და რა იყო ის გარიგება, რომელიც დაიდო მათ შორის, გარიგება, რომელმაც შექმნა ის სისტემა, რომელიც მოგვიანებით გახდა ქვემო ქართლის საბაჟოების შავი ხვრელი? მამალაძე იყო ადამიანი, რომელსაც ესმოდა ძალაუფლების ენა. ის იცოდა, რომ ძალაუფლება არ არის მხოლოდ თანამდებობა, ეს არის კონტროლი რესურსებზე, კონტროლი ფულზე, კონტროლი ადამიანებზე. და ქვემო ქართლში ყველაზე დიდი რესურსი იყო საბაჟოები, წითელი ხიდი, სადახლო, გუგუთი. ეს იყო ადგილები, სადაც გადიოდა ყველაფერი, რაც შემოდიოდა ქვეყანაში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, საწვავი, ფქვილი, სიგარეტი, ჯართი. ეს იყო ადგილები, სადაც ბრუნავდა ათეულობით მილიონი დოლარი. და მამალაძემ იცოდა, რომ ვინც აკონტროლებდა ამ ადგილებს, ის აკონტროლებდა რეგიონს. მაგრამ როგორ შეიძლებოდა ამ ადგილების კონტროლი? როგორ შეიძლებოდა საბაჟო სისტემის გადაქცევა პირად ფეოდად? პასუხი იმალება იმ გარიგებაში, რომელიც დაიდო შევარდნაძესა და მამალაძეს შორის. შევარდნაძეს სჭირდებოდა სტაბილურობა რეგიონში, სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფდა მაღალ არჩევნებულ შედეგებს, რომელიც აკონტროლებდა ადგილობრივ ელიტას, რომელიც არ დაუშვებდა არანაირ საფრთხეს ცენტრალური ხელისუფლებისთვის. მამალაძეს სჭირდებოდა თავისუფალი ხელი, თავისუფლება, რომ გაეკეთებინა ის, რაც მას სურდა რეგიონში, თავისუფლება, რომ აიკონტროლებინა საბაჟოები და ფული, რომელიც მათზე გადიოდა. და ისინი შეთანხმდნენ, შევარდნაძე იღებდა სტაბილურობას და ხმებს, მამალაძე იღებდა საბაჟოებს და ფულს. ეს იყო გარიგება, რომელმაც შექმნა ის სისტემა, რომელიც არსებობდა 1994-დან 2003 წლამდე. მაგრამ ეს გარიგება არ იყო მხოლოდ შევარდნაძესა და მამალაძეს შორის. ეს იყო გარიგება, რომელშიც ჩართული იყო მთელი სისტემა, საბაჟო დეპარტამენტი თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი პოლიცია, ადგილობრივი ბიზნესმენები. თითოეული მათგანი იღებდა თავის წილს და თითოეული იცავდა სისტემას. რადგან სისტემა აძლევდა მათ ფულს, რომელიც არასოდეს მოხვდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ფულს, რომელიც იყო მათი პირადი შემოსავალი. და ეს ფული იყო იმდენი, რომ ის ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას, ცვლიდა მათ სახლებს, მათ მანქანებს, მათ ოჯახებს, მათ მომავალს.
წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ რიგით იმებაჟე წითელ ხიდზე. თქვენი ოფიციალური ხელფასი არის 30 ლარი თვეში, თანხა, რომლითაც ძლივს გადარჩებით. მაგრამ თქვენ იცით, რომ თუ თქვენ იღებთ ქრთამებს, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ 10-ჯერ, 100-ჯერ მეტი. თქვენ ხედავთ, როგორ გადის თქვენს წინ ყოველდღიურად ასეულობით სატვირთო მანქანა, თითოეული მათგანი სავსე საქონლით, რომელიც უნდა დაიბეგროს. მაგრამ თქვენ იცით, რომ თუ თქვენ აიღებთ $500,000 ნაღდად, თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ ეს მანქანა როგორც ტრანზიტი და არავინ არაფერს იტყვის. რას აირჩევთ თქვენ? ცხოვრებას 30 ლარზე თვეში თუ შესაძლებლობას, რომ გააკეთოთ ათეულობით $1,000? ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გაეკეთებინათ ასეულობით ადამიანს, რომლებიც მუშაობდნენ ქვემო ქართლის საბაჟოებზე. და უმეტესობამ აირჩია ფული. რადგან ფული აძლევდა მათ იმას, რაც სახელმწიფო ვერ აძლევდა, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მომავალს. ფული აძლევდა მათ შესაძლებლობას, რომ აეშენებინათ სახლები, ეყიდათ მანქანები, გაეკეთებინათ ბიზნესი. ფული აძლევდა მათ ძალაუფლებას, რომელიც მათ არასოდეს ჰქონდათ. და ისინი იყენებდნენ ამ ძალაუფლებას იმისთვის, რომ დაეცვათ საკუთარი თავი, დაეცვათ საკუთარი ოჯახები, დაეცვათ საკუთარი მომავალი. მაგრამ რა ფასად მოდიოდა ეს ძალაუფლება? რა ფასად მოდიოდა ეს ფული? პასუხი იმალება იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც არ იყვნენ ამ სისტემის ნაწილი, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც იხდიდნენ ფასს იმისთვის, რომ მებაჟეები მდიდრდებოდნენ. წარმოიდგინეთ, პენსიონერი, რომელიც დგას რიგში 6 საათის განმავლობაში იმისთვის, რომ მიიღოს თავისი 14 ლარიანი პენსია, რომლის გაცემაც 6 თვეს იგვიანებს. ის დგას რიგში, მისი ფეხები ტკივის, მისი გული სუსტდება, მაგრამ ის იცის, რომ თუ ის არ დადგება ამ რიგში, ის არ მიიღებს ფულს, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ იყიდოს პური, იყიდოს წამალი, გადარჩეს კიდევ ერთი თვე. ამავე დროს, წითელ ხიდზე მებაჟე, რომელიც იმავე ასაკისაა, როგორც ეს პენსიონერი, ითვლის ნაღდ ფულს, ათეულობით $1,000, რომელიც მან გააკეთა ერთ დღეში. ის ითვლის ამ ფულს და ფიქრობს იმაზე, თუ რას იყიდის ამ ფულით, ახალ მანქანას, ახალ სახლს, ახალ ბიზნესს. ის არ ფიქრობს იმ პენსიონერზე, რომელიც დგას რიგში თბილისში. ის არ ფიქრობს იმ ფულზე, რომელიც უნდა შესულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში და რომელიც უნდა გადაეხადა ამ პენსიონერს. ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე, საკუთარ მომავალზე. რადგან სისტემა, რომელშიც ის მუშაობს, ასწავლის მას, რომ ეს არის ნორმალური, ეს არის ის, როგორც მუშაობს სამყარო. ეს არის ის კონტრასტი, რომელიც არსებობდა საქართველოში 1990-იან წლებში, კონტრასტი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, კონტრასტი იმათ შორის, ვინც იყო სისტემის ნაწილი და იმათ შორის, ვინც იხდიდა ფასს ამ სისტემისთვის. და ეს კონტრასტი იყო იმდენად დიდი, რომ ის ქმნიდა ორ პარალელურ რეალობას, ერთი რეალობას, სადაც ადამიანები კვდებოდნენ სიღარიბეში, და მეორე რეალობას, სადაც ადამიანები აშენებდნენ სასახლეებს და ყიდულობდნენ უახლეს მოდელის ჯიპებს. და ეს ორი რეალობა არსებობდა ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე დროს, ერთმანეთის გვერდით, მაგრამ არასოდეს ერთმანეთთან შეხების გარეშე. მაგრამ რა ხდებოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ ამ ორ რეალობას შორის ხიდის გადებას? რა ხდებოდა იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც ცდილობდნენ გამოიაშკარავებინათ ეს სისტემა? რა ხდებოდა იმ აქტივისტებთან, რომლებიც ცდილობდნენ შეეჩერებინათ ეს კორუფცია? პასუხი იმალება 1900-2001 წელში, როცა იწყება პირველი სერიოზული საპროტესტო მუხტი, როცა ტელეკომპანია რუსთავი 2 იწყებს საბაჟოებზე ფარული კამერებით გადაღებული კადრების ჩვენებას. აკაკი გოგიჩაიშვილი, ჟურნალისტი, რომელიც აკეთებდა ამ რეპორტაჟებს გადაცემაში 60 წუთი, მოგვიანებით იხსენებდა, თუ როგორ მუშაობდა ის იმ დღეებში. ის ამბობდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ის მიდიოდა წითელ ხიდზე ფარული კამერით, ის გრძნობდა შიშს იმისა, რომ მას აღმოაჩენდნენ, შიშს იმისა, რომ მას დააშინებდნენ, შიშს იმისა, რომ მას მოკლავდნენ. მაგრამ ის მაინც მიდიოდა. რადგან ის იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ხალხმა ნახოს სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა საბაჟო სისტემა, სიმართლე იმის შესახებ, თუ სად ქრებოდა ფული, რომელიც უნდა შესულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. და როცა ეს კადრები გავიდა ეთერში, კადრები, სადაც ჩანდა, როგორ იღებდნენ მებაჟეები ფულს პირდაპირ ხელში, როგორ ატარებდნენ ისინი ამ ფულს ჯიბეებში, როგორ უშვებდნენ ისინი სატვირთო მანქანებს საზღვარზე გადასახადის გადახდის გარეშე, ხალხი შოკში იყო. არა იმიტომ, რომ ისინი არ იცოდნენ, რომ ეს ხდებოდა, ყველამ იცოდა. არამედ იმიტომ, რომ ისინი პირველად ხედავდნენ ამას საკუთარი თვალით, ხედავდნენ ამას ეკრანზე, ხედავდნენ ამას როგორც დოკუმენტურ მტკიცებულებას. და ეს მტკიცებულება იყო უდავო. ეს იყო ვიდეო, რომელიც აჩვენებდა, რომ საბაჟო სისტემა იყო კორუფციის ბუდე. მაგრამ რა შედეგი მოჰყვა ამ გამოაშკარავებას?
შეიცვალა თუ არა რამე? შეჩერდა თუ არა ეს სისტემა? პასუხი არის არა. სისტემა გააგრძელა მუშაობა. იმიტომ რომ ის იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ღრმად ჩაფესვებული, ძალიან კარგად დაცული. იმიტომ რომ ის იყო არა მხოლოდ საბაჟოს პრობლემა, ეს იყო სახელმწიფოს პრობლემა, ეს იყო სისტემა, რომელიც შექმნა თავად სახელმწიფომ და რომელსაც იცავდა თავად სახელმწიფო. და ამ სისტემის შეჩერება ნიშნავდა არა მხოლოდ მებაჟეების დაჭერას, ეს ნიშნავდა მთელი სისტემის შეცვლას, ნიშნავდა ხელისუფლების შეცვლას, ნიშნავდა რევოლუციას. 1900-2001 წლის შემოდგომაზე, სტუდენტური აქციების შემდეგ თბილისში, კახა თარგამაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, იძულებული გახდა გადადგომოდა. ეს იყო პირველი სერიოზული დარტყმა სისტემისთვის. რადგან თარგამაძე იყო ადამიანი, რომლის უწყება უზრუნველყოფდა კონტრაბანდის უსაფრთხოებას ქვეყნის შიგნით, უწყება, რომელიც აძლევდა პოლიციურ ესკორტს კონტრაბანდულ ტვირთებს, უწყება, რომელიც იცავდა მებაჟეებს და ბიზნესმენებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ სისტემაში. მისი გადადგომა ნიშნავდა, რომ სისტემა კარგავდა ერთ-ერთ მთავარ საყრდენს. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ სისტემა ინგრეოდა. რადგან სისტემას ჰქონდა სხვა საყრდენები, ჰქონდა მამალაძე ქვემო ქართლში, ჰქონდა საბაჟო დეპარტამენტი თბილისში, ჰქონდა ბიზნესმენები, რომლებიც აფინანსებდნენ ამ სისტემას. და მამალაძე კვლავ ინარჩუნებდა პოზიციებს. ის კვლავ იყო ქვემო ქართლის დონი, ადამიანი, რომლის გარეშე საბაჟოზე ბუზი ვერ გაფრინდებოდა. ის კვლავ აკონტროლებდა საბაჟოებს, კვლავ იღებდა თავის წილს, კვლავ აგზავნიდა ფულს თბილისში. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლო მას ამ პოზიციის შენარჩუნება? რამდენ ხანს შეეძლო ამ სისტემას გაგრძელება, მაშინ როცა ხალხი უკვე იცოდა სიმართლე, მაშინ როცა ჟურნალისტები აგრძელებდნენ გამოაშკარავებას, მაშინ როცა აქტივისტები აგრძელებდნენ საპროტესტო აქციებს. პასუხი მოვიდა 2003 წლის ნოემბერში, თვეში როცა მოხდა ის, რასაც ეძახდნენ ვარდების რევოლუციას. ხალხი გამოვიდა ქუჩებში, ათეულობით ათასი ადამიანი, რომლებიც მოითხოვდნენ ცვლილებას, მოითხოვდნენ სამართლიანობას, მოითხოვდნენ ახალ ხელისუფლებას. და ისინი მოიგეს. შევარდნაძე გადადგა. მამალაძე გაიქცა ქვეყნიდან, გაიქცა რუსეთში, სადაც ის დარჩა დღემდე. ახალი ხელისუფლება დაიწყო მასობრივი დაჭერები, დაიჭირეს ათეულობით ყოფილი მებაჟე, ათეულობით ყოფილი ჩინოვნიკი, ათეულობით ბიზნესმენი, რომლებიც მუშაობდნენ ამ სისტემაში. ტელევიზიით აჩვენეს კადრები, რომლებიც შოკში აგდებდა ხალხს, ოთახები, სავსე ნაღდი ფულით, დოლარებით, ევროებით, ლარებით. ოქროს ზოდები, რომლებიც იწონიდა კილოგრამობით. ძვირფასი მანქანები, მერსედესები, BMW-ები, ლენდკრუზერები. სასახლეები, 60 სართულიანი შენობები წითელი აგურით, მარმარილოს იატაკებით, ოქროს კარებით. ეს იყო ის სიმდიდრე, რომელიც შექმნეს მებაჟეებმა, სიმდიდრე, რომელიც უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, სიმდიდრე, რომელიც უნდა გადაეხადა პენსიონერებს, სიმდიდრე, რომელიც უნდა დახმარებოდა ქვეყანას. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. რადგან რეალური ისტორია, რეალური სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა, ჯერ კიდევ უნდა გამოვიდეს ზედაპირზე. რადგან ის, რაც ნახეს ხალხმა ტელევიზიით, ნაღდი ფული, ოქრო მანქანები, სახლები, ეს იყო მხოლოდ ზედაპირი. ქვემოთ იყო უფრო ღრმა სიმართლე, სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ იყო რეალური ბოსი ამ სისტემაში, სიმართლე იმის შესახებ, თუ სად მიდიოდა ის ფული, რომელიც არ იპოვეს მებაჟეების სახლებში, სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც კვლავ რჩებიან ჩრდილში, კვლავ არიან თავისუფალნი, კვლავ ფლობენ ძალაუფლებას. 2004 წლის გაზაფხულზე, როცა პროკურატურა იწყებს გამოძიებას ქვემო ქართლის საბაჟოების საქმეზე, ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც მუშაობს ამ საქმეზე, პოულობს დოკუმენტს, რომელიც ცვლის ყველაფერს. ეს არის ბანკის ანგარიში, რომელიც რეგისტრირებულია შვეიცარიაში, ანგარიში, რომელზე არის ათეულობით მილიონი დოლარი. და ეს ანგარიში არ ეკუთვნის მებაჟეს. ის არ ეკუთვნის საბაჟოს უფროსს. ის არ ეკუთვნის გუბერნატორს. ის ეკუთვნის ადამიანს, რომელიც მუშაობს თბილისში, ადამიანს, რომელიც არასოდეს ყოფილა ქვემო ქართლში, ადამიანს, რომლის სახელი არასოდეს ყოფილა დაკავშირებული საბაჟოებთან. მაგრამ ეს ადამიანი იყო ის, ვინც რეალურად აკონტროლებდა სისტემას, ის, ვისთანაც მიდიოდა ფული, ის, ვინც იღებდა ყველაზე დიდ წილს. ეს აღმოჩენა ხსნის ბევრ კითხვას, მაგრამ ის ასევე ქმნის ახალ კითხვებს. ვინ იყო ეს ადამიანი? როგორ შეძლო მან დარჩენა ჩრდილში ამდენი წლის განმავლობაში? როგორ შეძლო მან თავის დაღწევა, მაშინ როცა ყველა სხვა დაიჭირეს? და რატომ არავინ საუბრობს მის შესახებ, რატომ არავინ ასახელებს მის სახელს, რატომ არავინ მიუთითებს მასზე როგორც რეალურ ბოსსა?
პასუხები ამ კითხვებზე იმალება იმ სისტემაში, რომელიც არსებობდა საქართველოში 1990-იან წლებში, სისტემაში, სადაც რეალური ძალაუფლება არ იყო ხილული, სადაც რეალური ბოსები არ იყვნენ ცნობილი, სადაც რეალური ფული მიდიოდა არა იქ, სადაც ყველა ფიქრობდა. ეს სისტემა იყო აშენებული როგორც პირამიდა, პირამიდა, სადაც ყველა ხედავდა მხოლოდ ერთ საფეხურს ზემოთ და ერთ საფეხურს ქვემოთ. რიგითი მებაჟე ხედავდა ცვლის უფროსს. ცვლის უფროსი ხედავდა საბაჟოს უფროსს. საბაჟოს უფროსი ხედავდა გუბერნატორს. გუბერნატორი ხედავდა საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელს თბილისში. მაგრამ არავინ ხედავდა იმას, ვინც იყო პირამიდის თავზე, იმას, ვინც რეალურად აკონტროლებდა ყველაფერს, იმას, ვისთანაც მიდიოდა ყველაზე დიდი ფული. და ეს იყო განზრახ, ეს იყო გზა, რომლითაც სისტემა იცავდა საკუთარ თავს, გზა, რომლითაც რეალური ბოსები რჩებოდნენ უხილავნი. მაგრამ ახლა, როცა ეს ბანკის ანგარიში აღმოჩნდა, როცა ეს დოკუმენტი გამოვიდა ზედაპირზე, სისტემის რეალური სტრუქტურა ხდება ხილული. და ეს სტრუქტურა აჩვენებს, რომ ის, რაც ხდებოდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე, არ იყო მხოლოდ ადგილობრივი კორუფცია, ეს იყო ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, რომელიც მოიცავდა მთელ ქვეყანას, სისტემისა, რომელიც აკონტროლებდა არა მხოლოდ საბაჟოებს, არამედ ბიზნესს, პოლიტიკას, მედიას, სასამართლოებს. ეს იყო სისტემა, რომელიც იყო თავად სახელმწიფო, პარალელური სახელმწიფო, რომელიც არსებობდა ოფიციალური სახელმწიფოს გვერდით და რომელიც ფაქტობრივად აკონტროლებდა ყველაფერს. და ამ სისტემის შეცვლა მოითხოვდა არა მხოლოდ რამდენიმე მებაჟის დაჭერას, ეს მოითხოვდა მთელი სისტემის დანგრევას, მოითხოვდა ახალი სისტემის აშენებას, მოითხოვდა ახალი სახელმწიფოს შექმნას. და ეს იყო ის, რასაც ცდილობდა ახალი ხელისუფლება 2003 წლის შემდეგ, ცდილობდა დაენგრია ძველი სისტემა და აეშენებინა ახალი. მაგრამ რამდენად წარმატებული იყო ეს მცდელობა? რამდენად შეიცვალა რეალურად სისტემა? და რამდენად დარჩა ის იგივე, მხოლოდ ახალი სახეებით, ახალი სახელებით, ახალი მეთოდებით? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ კიდევ არ არის მოცემული, კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა მოითხოვს უფრო ღრმა გამოძიებას, უფრო დიდ გამბედაობას, უფრო მეტ სიმართლეს. რადგან ის, რაც მოხდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე 1990-იან წლებში, არ იყო მხოლოდ ისტორია, ეს იყო გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ გადაიქცეს კორუფციულ სისტემად, გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლებამ გადაიქცეს პირად ბიზნესად, გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ხალხმა გადაიხადოს ფასი იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანი გამდიდრდეს. და ეს გაკვეთილი კვლავ აქტუალურია დღესაც, აქტუალურია იმიტომ, რომ კორუფცია არ გაქრა, იმიტომ, რომ სისტემები, რომლებიც იქმნება ძალაუფლების დასაცავად, კვლავ არსებობენ, იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ თავიანთ პოზიციებს პირადი გამდიდრებისთვის, კვლავ არიან ძალაუფლებაში. და სანამ ჩვენ არ ვისწავლით ამ გაკვეთილს, სანამ ჩვენ არ გავიგებთ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა და როგორ შეიძლება მისი შეჩერება, ჩვენ განვაგრძობთ იმავე შეცდომების გამეორებას, განვაგრძობთ იმის დაშვებას, რომ ძალაუფლება გადაიქცეს კორუფციად, განვაგრძობთ იმის დაშვებას, რომ ფული, რომელიც უნდა შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, გაქრეს კერძო ჯიბეებში. მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? ვინ უნდა გასცეს პასუხი იმ მილიონებზე, რომლებიც გაქრა ქვემო ქართლის საბაჟოებიდან? ვინ უნდა გასცეს პასუხი იმ პენსიონერებზე, რომლებიც კვდებოდნენ რიგებში, მაშინ როცა მებაჟეები აშენებდნენ სასახლეებს? ვინ უნდა გასცეს პასუხი იმ სისტემაზე, რომელიც აქცევდა სახელმწიფოს კორუფციულ მანქანად? 2005 წლის გაზაფხულზე ერთი ყოფილი მებაჟე, რომელიც უკვე იჯდა ციხეში, ითხოვს შეხვედრას გამომძიებელთან. ის ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომელიც შეცვლის ყველაფერს, ინფორმაცია, რომელიც გამოაშკარავებს რეალურ სიმართლეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა სისტემა. გამომძიებელი მიდის ციხეში. ის ჯდება ყოფილ მებაჟესთან პატარა ოთახში, რომელშიც არის მხოლოდ 2 სკამი და მაგიდა. და ყოფილი მებაჟე იწყებს საუბარს, რომელიც გრძელდება 5 საათს, საუბარს, რომელიც ცვლის გამომძიებლის გაგებას იმისა, თუ რა რეალურად ხდებოდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე. ის ამბობს, ჩვენ ყველანი ვიყავით მხოლოდ ხელები, რომლებიც იღებდნენ ფულს, ხელები, რომლებიც ატარებდნენ ფულს, ხელები, რომლებიც ითვლიდნენ ფულს. მაგრამ ჩვენ არ ვიყავით თავი. თავი იყო სხვაგან, იყო თბილისში, იყო იმ ოთახებში, სადაც ჩვენ არასოდეს შევიდოდით, იყო იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩვენ არასოდეს ვხედავდით. ჩვენ მხოლოდ ვასრულებდით ბრძანებებს, რომლებიც მოდიოდა ზემოდან, ბრძანებებს, რომლებიც ჩვენ არ შეგვესრულებინა. გამომძიებელი ეკითხება, ვინ იყო ეს ადამიანები? ვინ იყო რეალური ბოსები და ყოფილი მებაჟე პასუხობს, მე არ ვიცი მათი სახელები. მე არასოდეს მინახავს მათი სახეები. მაგრამ მე ვიცი, რომ ისინი არსებობდნენ.
ვიცი, რომ ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს. ვიცი, რომ ისინი იღებდნენ ყველაზე დიდ ფულს. ეს ჩვენება არის ერთ-ერთი ათეულობით ჩვენებისგან, რომლებიც აგროვებს პროკურატურა 2004-დან 2006 წლამდე, ჩვენებები, რომლებიც ყველა ამბობენ ერთსა და იმავეს. სისტემა იყო უფრო დიდი, ვიდრე ის, რაც ჩანდა ზედაპირზე. რეალური ბოსები იყვნენ სხვაგან, რეალური ფული მიდიოდა სხვაგან. მაგრამ ეს ჩვენებები არასოდეს გამოდის სასამართლოში. ეს ჩვენებები რჩება საქაღალდეებში, რჩება იქ, სადაც არავინ ხედავს მათ, სადაც არავინ საუბრობს მათ შესახებ, სადაც ისინი ნელ-ნელა ივიწყებიან. რადგან სისტემა, რომელიც უნდა გამოეძიებინა ეს საქმე, თავად არის ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც უნდა გამოძიებულიყო. ეს არის ის წინააღმდეგობა, რომელიც აქცევს რეალურ სიმართლეს მიუღწეველად, წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს მაშინ, როცა ის, ვინც უნდა გამოაძიოს დანაშაული, თავად არის დაკავშირებული დამნაშავეებთან, თავად არის ნაწილი იმ სისტემისა, რომელმაც შექმნა დანაშაული. როგორ შეიძლება სისტემამ გამოაძიოს საკუთარი თავი? როგორ შეიძლება სისტემამ დასაჯოს საკუთარი თავი? როგორ შეიძლება სისტემამ შეცვალოს საკუთარი თავი? პასუხი არის, არ შეიძლება. სანამ სისტემა რჩება იგივე, სანამ სტრუქტურა რჩება იგივე, სანამ ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ სისტემას, რჩებიან იგივე, არაფერი შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ სახეები, შეიცვლება მხოლოდ სახელები, შეიცვლება მხოლოდ მეთოდები. მაგრამ არც რჩება იგივე. და ეს არის ის, რაც მოხდა საქართველოში 2003 წლის შემდეგ. შეიცვალა ხელისუფლება. დაიჭირეს ათეულობით ყოფილი ჩინოვნიკი. ამოიღეს მილიონები ნაღდი ფული. დაყადაღდა ათეულობით უძრავი ქონება. მაგრამ რეალური ბოსები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად აკონტროლებდნენ სისტემას, რომლებიც რეალურად იღებდნენ ყველაზე დიდ ფულს, ისინი არასოდეს დაიჭირეს. ისინი არასოდეს წარდგნენ სასამართლოში. ისინი არასოდეს გასცეს პასუხი იმაზე, რაც მათ გააკეთეს. რადგან ისინი იყვნენ ძალიან ძლიერები, ძალიან კარგად დაცულები, ძალიან ღრმად ჩაფლულები სისტემაში. და ასე ისტორია, რომელიც დაიწყო 1994 წელს, როცა ლევან მამალაძე გახდა ქვემო ქართლის გუბერნატორი, არასოდეს მიიღო რეალურ დასასრულს. ის მიიღო ფორმალურ დასასრულს, დაიჭირეს მებაჟეები, დაიჭირა გუბერნატორი, შეიცვალა სისტემა. მაგრამ რეალური დასასრული, რეალური სამართლიანობა, რეალური პასუხი იმ კითხვაზე, თუ ვინ იყო რეალური ბოსები და სად არის ის ფული, რომელიც გაქრა, ეს არასოდეს მოვიდა. და ეს არის ის, რაც აქცევს ამ ისტორიას არა დახურულთავად, არამედ გაგრძელებად ისტორიად, რომელიც კვლავ გრძელდება, კვლავ ვითარდება, კვლავ ელოდება თავის რეალურ დასასრულს. 2006 წელს ერთი ეკონომისტი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში და იკვლევს კორუფციას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აქვეყნებს კვლევას საქართველოს შესახებ. ამ კვლევაში ის ცდილობს გამოთვალოს, თუ რამდენი ფული გაქრა რეალურად ქვემო ქართლის საბაჟოებიდან 1994-დან 2003 წლამდე. ის იყენებს ოფიციალურ სტატისტიკას იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის შესახებ. ის ადარებს ამ სტატისტიკას რეალურ მოხმარებას საწვავის, ფქვილის, სიგარეტის, სხვა საქონლის. და ის აღმოაჩენს უზარმაზარ სხვაობას, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყანა მოიხმარდა 3-4 მეტ საქონელს, ვიდრე ოფიციალურად შემოდიოდა. ეს სხვაობა არის კონტრაბანდა, საქონელი, რომელიც შემოდიოდა ქვეყანაში, მაგრამ არ ფიქსირდებოდა დოკუმენტებში, არ იბეგრებოდა, არ აძლევდა შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტს. და როცა ეკონომისტი ითვლის ამ კონტრაბანდის ღირებულებას, როცა ის ითვლის იმ გადასახადებს, რომლებიც უნდა გადაეხადა ამ საქონელზე, ის მიდის რიცხვთან, რომელიც შოკში ააგდებს, $600 მილიონამდე. $600 მილიონი, ეს არის ის თანხა, რომელიც გაქრა ქვემო ქართლის საბაჟოებიდან 9 წლის განმავლობაში. $600 მილიონი, ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა შესულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ რომელიც წავიდა კერძო ჯიბეებში. წარმოიდგინეთ, რა შეეძლო გაეკეთებინა ამ ფულით საქართველოს 1990-იან წლებში. $600 მილიონი, ეს იყო თანხა, რომლითაც შეეძლო სახელმწიფოს გადაეხადა ყველა დაგვიანებული პენსია, აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება, აღედგინა ინფრასტრუქტურა, დაეხმარა ხალხს გადარჩენაში. მაგრამ ეს ფული არასოდეს მივიდა ბიუჯეტში. ის წავიდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც აშენეს სასახლეები, იყიდეს უახლესი მოდელის ჯიპები, გახსნეს ბანკის ანგარიშები შვეიცარიაში. ის წავიდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც გადაიქცეს მილიონერებად, მაშინ როცა ქვეყანა კვდებოდა სიღარიბეში. მაგრამ ეს $600 მილიონი არის მხოლოდ ის, რაც შეიძლება გამოთვლილი იყოს ოფიციალური სტატისტიკით. რეალური რიცხვი, რეალური თანხა, რომელიც გაქრა, შეიძლება იყოს გაცილებით მეტი.
რადგან არსებობდა სხვა სქემები, რომლებიც არ ტოვებდნენ კვალს სტატისტიკაში, სქემები, რომლებიც მუშაობდნენ სრულიად ფარულად, სქემები, რომლებზე არავინ საუბრობდა. და ეს სქემები შეიძლება გაზრდიდნენ დაკარგული ფულის ოდენობას 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ. შეიძლება რეალური რიცხვი იყოს არა 600 მილიონი, არამედ მილიარდი დოლარი ან მეტი. ეს არის ის მასშტაბი, რომელზეც ვსაუბრობთ, მასშტაბი, რომელიც აქცევს ქვემო ქართლის საბაჟოების ისტორიას არა უბრალოდ კორუფციის ისტორიად, არამედ ეროვნული ტრაგედიის ისტორიად. რადგან ეს ფული, რომელიც გაქრა, არ იყო უბრალოდ ფული, ეს იყო ქვეყნის მომავალი, ეს იყო ხალხის იმედი, ეს იყო შესაძლებლობა, რომ საქართველო გადარჩენოდა იმ საშინელ წლებში და დაეწყო აღდგენა. მაგრამ ეს შესაძლებლობა მოიპარეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც დებდნენ საკუთარ პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, რომლებმაც დებდნენ საკუთარ სიმდიდრეს ხალხის გადარჩენაზე მაღლა. და ეს მოპარვა არ იყო უბრალოდ ეკონომიკური დანაშაული, ეს იყო მორალური დანაშაული, ეს იყო ეთიკური დანაშაული, ეს იყო დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. რადგან ის, რაც გააკეთეს ამ ადამიანებმა, არ იყო მხოლოდ ფულის მოპარვა, ეს იყო იმედის მოპარვა, ეს იყო მომავლის მოპარვა, ეს იყო ღირსების მოპარვა იმ ათეულობით, ასეულობით ათასი ადამიანისგან, რომლებიც კვდებოდნენ სიღარიბეში, მაშინ როცა ისინი აშენებდნენ სასახლეებს. და ამ დანაშაულისთვის არავინ გასცა პასუხი, არავინ დადგა სასამართლოში, არავინ მიიღო სასჯელი, არავინ დააბრუნა ის ფული, რომელიც მოიპარა. ეს არის ის უსამართლობა, რომელიც კვლავ აწუხებს საქართველოს, უსამართლობა, რომელიც კვლავ არის ღია ჭრილობა, რომელიც კვლავ ელოდება თავის განკურნებას. რადგან სანამ ეს უსამართლობა არ გამოსწორდება, სანამ ეს დანაშაული არ დაისაჯება, სანამ ეს ფული არ დაბრუნდება, ისტორია, რომელიც მოხდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე, დარჩება როგორც სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლებამ გადაიქცეს კორუფციად, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ღალატი ჩაუდინოს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება რამდენიმე ადამიანმა მოიპაროს მთელი ქვეყნის მომავალი. მაგრამ ვინ უნდა გამოასწოროს ეს უსამართლობა? ვინ უნდა დასაჯოს ეს დანაშაული? ვინ უნდა დააბრუნოს ეს ფული? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი კვლავ არ არის მოცემული, კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა არის პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ სახელმწიფოსი, არამედ თითოეული მოქალაქისა, რომელიც ცხოვრობს საქართველოში. რადგან ეს არის ჩვენი ისტორია, ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ არ დავივიწყოთ, რომ არ დაუშვათ განმეორება, რომ მოვითხოვოთ სამართლიანობა. 2007 წელს ერთმა ადვოკატმა, რომელიც წარმოადგენდა ქვემო ქართლის საბაჟოს ყოფილ თანამშრომელს, მოითხოვა ცუდომა საქმის მასალებზე, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ის ეკუთვნოდა ის ბანკის ანგარიშები, რომლებიც აღმოაჩინეს შვეიცარიაში. პროკურატურამ უარი თქვა. მიზეზი იყო მარტივი და საშინელი, ეს ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. სახელმწიფო საიდუმლოება, ეს იყო ის ფორმულა, რომელიც იხმარებოდა ყოველთვის, როცა რაღაც უნდა დამალულიყო, როცა რაღაც არ უნდა გამხდარიყო საჯარო, როცა რაღაც უნდა დარჩენილიყო ჩრდილში. და ეს ფორმულა მუშაობდა იმიტომ, რომ არავის შეეძლო მისი გასაჩივრება, არავის შეეძლო მისი გარღვევა, არავის შეეძლო იმის მოთხოვნა, რომ სიმართლე გამხდარიყო საჯარო. მაგრამ რატომ იყო ეს საიდუმლოება ასე მნიშვნელოვანი? რატომ იყო ეს ინფორმაცია ასე საშიში? პასუხი იმალება იმაში, თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომელთა სახელები იყო იმ დოკუმენტებში. ისინი არ იყვნენ უბრალოდ ყოფილი მებაჟეები. ისინი არ იყვნენ უბრალოდ ყოფილი ჩინოვნიკები. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც კვლავ იყვნენ ძალაუფლებაში, კვლავ იყვნენ ბიზნესში, კვლავ იყვნენ პოლიტიკაში, კვლავ იყვნენ იმ სისტემაში, რომელიც აკონტროლებდა ქვეყანას. და თუ მათი სახელები გამხდებოდა საჯარო, თუ მათი როლი გამხდებოდა ცნობილი, თუ მათი კავშირი ქვემო ქართლის საბაჟოებთან დამტკიცდებოდა, ეს შეეძლო ჩამოეშალა მთელი სისტემა, რომელიც არსებობდა 2003 წლის შემდეგაც. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც 2003 წელს იყო ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც აკონტროლებდა ქვემო ქართლის საბაჟოებს. თქვენ იღებდით მილიონებს. თქვენ აშენეთ სასახლე. თქვენ გახსენით ბანკის ანგარიში შვეიცარიაში. მაგრამ როცა მოვიდა რევოლუცია, თქვენ არ დაგიჭირეს. რადგან თქვენ იყავით ძალიან ჭკვიანი, თქვენ არასოდეს გამოჩენილიყავით პირდაპირ, თქვენ არასოდეს ყოფილიყავით იმ ადგილებში, სადაც ფარული კამერები იღებდა, თქვენ არასოდეს ხელს არ აწერდით იმ დოკუმენტებზე, რომლებიც შეეძლო დაგაკავშირებდა საბაჟოებთან. თქვენ იყავით ჩრდილში, ყოველთვის უხილავი, ყოველთვის დაცული. და ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, თქვენ კვლავ ხართ თავისუფალი. თქვენ კვლავ გაქვთ თქვენი ფული. თქვენ კვლავ გაქვთ თქვენი ძალაუფლება. თქვენ კვლავ ხართ ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც აკონტროლებს ქვეყანას.
მაგრამ თქვენ იცით, რომ არსებობს საფრთხე, რომ ერთ დღეს ვინმე იპოვის იმ დოკუმენტს, რომელიც დაგაკავშირებთ ქვემო ქართლის საბაჟოებთან, ვინმე გამოაშკარავებს თქვენს როლს, ვინმე დაასახელებს თქვენს სახელს. და თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს, აკეთებთ ყველაფერს, რომ ის დოკუმენტები დარჩეს დალუქული, რომ ის ინფორმაცია დარჩეს სახელმწიფო საიდუმლოება, რომ თქვენი სახელი დარჩეს ჭრდილში. ეს არის ის რეალობა, რომელიც არსებობდა საქართველოში რევოლუციის შემდეგ, რეალობა, სადაც რეალური ბოსები, რეალური დამნაშავეები, რეალური ქურდები კვლავ იყვნენ თავისუფალნი, კვლავ იყვნენ ძალაუფლებაში, კვლავ აკონტროლებდნენ სისტემას. და ეს რეალობა იყო შედეგი იმისა, რომ 2003 წლის რევოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ შეცვალა ბევრი რამ, ვერ შეცვალა ყველაზე მთავარი, ვერ შეცვალა თავად სისტემა, ვერ შეცვალა თავად სტრუქტურა, ვერ შეცვალა თავად ის ლოგიკა, რომლითაც მუშაობს ძალაუფლება საქართველოში. რამდენიმე წლის შემდეგ ერთი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს დამოუკიდებელ გაზეთში, იწყებს გამოძიებას, რომელიც ცდილობს პასუხისგაცემას კითხვაზე, რომელიც არავის უპასუხია. სად არის ახლა ის ფული, რომელიც გაქრა ქვემო ქართლის საბაჟოებიდან? ის იწყებს ძებნას ბანკებში, ძებნას უძრავი ქონების რეესტრში, ძებნას ბიზნესების რეესტრში. ის ეძებს კავშირებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მუშაობდნენ საბაჟოებზე და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ახლა არიან ბიზნესში და პოლიტიკაში. და ის პოულობს კავშირებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ის ფული, რომელიც გაქრა 1990-იან წლებში, არ გაქრა სამუდამოდ. ის ფული გადაიქცა ბიზნესებად, გადაიქცა ბენზინგასამართ სადგურებად, გადაიქცა სასტუმროებად, გადაიქცა სავაჭრო ცენტრებად. ის ფული გადაიქცა უძრავი ქონებად, გადაიქცა სახლებად თბილისში, გადაიქცა აპარტამენტებად ბათუმში, გადაიქცა ვილებად ზღვის სანაპიროზე. ის ფული გადაიქცა ძალაუფლებად, გადაიქცა პოლიტიკურ გავლენად, გადაიქცა მედია კონტროლად, გადაიქცა შესაძლებლობად, რომ გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება ქვეყანაში. და ყველა ეს ბიზნესები, უძრავი ქონება, ძალაუფლება, კვლავ არის იმ ადამიანების ხელში, რომლებმაც მოიპარეს ეს ფული 1990-იან წლებში. ჟურნალისტი აქვეყნებს თავის გამოძიებას. ის აქვეყნებს სახელებს იმ ადამიანებისა, რომლებიც მისი აზრით არიან დაკავშირებულნი ქვემო ქართლის საბაჟოების ფულთან. ის აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებს კავშირებს, აჩვენებს ტრანზაქციებს, აჩვენებს იმას, თუ როგორ გადაიქცა საბაჟოების ფული ბიზნესებად და ძალაუფლებად. მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ? ხალხი კითხულობს ამ გამოძიებას. ხალხი რეაგირებს. ხალხი მოითხოვს სამართლიანობას? არა. ხალხი კითხულობს და ივიწყებს. რადგან ეს არის უკვე ძალიან ძველი ისტორია, რომელიც მოხდა 15 წლის წინ, ისტორია, რომელიც ჩანს ძალიან შორს, ძალიან დაშორებული დღევანდელი რეალობისგან. ხალხს აქვს ახალი პრობლემები, ახალი სიღარიბე, ახალი უმუშევრობა, ახალი კორუფცია. ხალხს არ აქვს დრო და ენერგია, რომ ბრუნდებოდეს ძველ ისტორიებზე, ბრუნდებოდეს ძველ დანაშაულებზე, ბრუნდებოდეს ძველ უსამართლობებზე. და ასე, ჟურნალისტის გამოძიება რჩება როგორც კიდევ ერთი სტატია, რომელიც დაიბეჭდა, წაიკითხა და დაივიწყა. რამდენიმე წლის შემდეგ, ჟურნალისტი იღებს ანონიმურ ზარს ადამიანისგან, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ჟურნალისტი ხვდება ამ ადამიანს პატარა კაფეში თბილისის გარეუბანში. ადამიანი, რომელიც მოდის შეხვედრაზე, არის ხანდაზმული კაცი, რომელსაც აშკარად ეშინია, რომელიც იხედება გარშემო ყოველ წამს, რომელიც საუბრობს ჩურჩულით. ის ამბობს, მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი. მე ვმუშაობდი საბაჟოზე. მე ვიცი ყველაფერი, ვიცი ვინ იღებდა რას, ვიცი სად მიდიოდა ფული, ვიცი ვინ იყო რეალური ბოსები. მე ვჩუმობდი ამდენი წლის განმავლობაში, რადგან მეშინოდა. მაგრამ ახლა მე ვარ მოხუცი. მე მაქვს კიბო. მე მაქვს რამდენიმე თვე სიცოცხლე. და მე არ მინდა, რომ მოვკვდე ამ საიდუმლოებით. მე მინდა, რომ სიმართლე გამოვიდეს ზედაპირზე. და ის იწყებს საუბარს, რომელიც გრძელდება 3 საათს, საუბარს, რომელიც ჟურნალისტი ჩაწერს დიქტოფონზე, საუბარს, რომელიც შეიცავს სახელებს, თარიღებს, თანხებს, დეტალებს. ჟურნალისტი უსმენს ამ საუბარს და გრძნობს, თუ როგორ იცვლება ყველაფერი, რაც ის იცოდა ქვემო ქართლის საბაჟოების შესახებ. რადგან ეს ადამიანი არ საუბრობს მხოლოდ იმაზე, რაც ხდებოდა საბაჟოებზე, ის საუბრობს იმაზე, რაც ხდებოდა თბილისში, რაც ხდებოდა იმ ოთახებში, სადაც მიიღებოდა რეალური გადაწყვეტილებები, რაც ხდებოდა იმ შეხვედრებზე, სადაც ნაწილდებოდა ფული. ის საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც არასოდეს ყოფილან საბაჟოებზე, მაგრამ რომლებიც იღებდნენ ყველაზე დიდ წილს.
ის საუბრობს იმ სისტემაზე, რომელიც არსებობდა არა მხოლოდ ქვემო ქართლში, არამედ მთელ საქართველოში, სისტემაზე, რომელიც აკონტროლებდა არა მხოლოდ საბაჟოებს, არამედ ყველაფერს. და როცა საუბარი მთავრდება, როცა ხანდაზმული კაცი დგება და მიდის, ჟურნალისტი რჩება მარტო კაფეში დიქტოფონთან, რომელზეც ჩაწერილია ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვიუ მისი კარიერის განმავლობაში. ის იცის, რომ ამ ინტერვიუს გამოქვეყნება შეცვლის ყველაფერს, შეცვლის იმას, თუ როგორ უყურებს ხალხი ქვემო ქართლის საბაჟოების ისტორიას, შეცვლის იმას, თუ ვინ ითვლება დამნაშავედ, შეცვლის იმას, თუ სად უნდა მოძებნონ რეალური ბოსები. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ამ ინტერვიუს გამოქვეყნება არის საშიში მისთვის, საშიში მისი ოჯახისთვის, საშიში იმ ხანდაზმული კაცისთვის, რომელიც ახლახან წავიდა. 2012 წელს ჟურნალისტი აქვეყნებს ინტერვიუს, აქვეყნებს მას თავის გაზეთში, აქვეყნებს მას ინტერნეტში, აქვეყნებს მას ყველგან, სადაც შეუძლია. და რეაქცია არის დაუყოვნებელი და ძლიერი. ხალხი კითხულობს ამ ინტერვიუს და შოკშია. მედია საუბრობს ამ ინტერვიუზე. პოლიტიკოსები აძლევენ კომენტარებს. პროკურატურა აცხადებს, რომ იწყებს გამოძიებას. ჩანს, რომ საბოლოოდ 15 წლის შემდეგ სიმართლე გამოვა ზედაპირზე, დამნაშავეები დაისაჯებიან, სამართლიანობა აღსრულდება. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ხდება რაღაც უცნაური. ხანდაზმული კაცი, რომელმაც მისცა ინტერვიუ, ქრება ისე, რომ არავინ იცის სად არის, რა მოუვიდა, ცოცხალი არის თუ მკვდარი. ჟურნალისტი ცდილობს მის პოვნას, ცდილობს დარეკვას მის ტელეფონზე, ცდილობს წასვლას მის სახლში, ცდილობს ყველა გზით. მაგრამ ის ვერ პოულობს მას. და ამავე დროს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება ვერ გაგრძელდება, რადგან არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება. ჟურნალისტი ეკითხება, მაგრამ რა არის ინტერვიუ? რა არის ჩანაწერი და პროკურატურა პასუხობს, ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვები. ეს არ არის მტკიცებულება. და ასე კიდევ ერთხელ სიმართლე ბრუნდება ჭრდილში. კიდევ ერთხელ რეალური ბოსები რჩებიან ხელშეუხებელნი. კიდევ ერთხელ სისტემა იცავს საკუთარ თავს. ჟურნალისტი გრძნობს იმედგაცრუებას, გრძნობს, რომ მიუხედავად ყველა მისი ძალისხმევისა, მიუხედავად ყველა მისი რისკისა, მიუხედავად ყველა მისი მუშაობისა, არაფერი შეიცვალა. რეალური ბოსები კვლავ არიან თავისუფალნი. რეალური ფული კვლავ არის მათ ხელში. რეალური ძალაუფლება კვლავ არის მათ კონტროლში. მაგრამ ის არ ივიწყებს. ის არ ჩუმდება. ის აგრძელებს მუშაობას, აგრძელებს ძებნას, აგრძელებს გამოძიებას, აგრძელებს იმის ცდას, რომ იპოვოს ახალი მტკიცებულება, ახალი მოწმე, ახალი გზა, რომ სიმართლე გამოვიდეს ზედაპირზე. რადგან ის იცის, რომ ეს არის მისი მოვალეობა როგორც ჟურნალისტისა, მოვალეობა როგორც მოქალაქისა, მოვალეობა როგორც ადამიანისა, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა იმ ისტორიის წინაშე, რომელიც მოხდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე. და ის არ არის მარტო. არსებობენ სხვა ჟურნალისტები, რომლებიც აგრძელებენ გამოძიებას. არსებობენ სხვა აქტივისტები, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას სამართლიანობისთვის. არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც არ ივიწყებენ, არ ჩუმდებიან, არ ანებებენ. და ერთ დღეს შესაძლოა მათი ძალისხმევა გამოიღებს შედეგს იმ სახით, რომ სიმართლე საბოლოოდ გამოვა ზედაპირზე, რომ დამნაშავეები საბოლოოდ დაისაჯებიან, რომ სამართლიანობა საბოლოოდ აღსრულდება. მაგრამ როდის მოხდება ეს? რამდენი წელი უნდა გაიაროს? რამდენი თაობა უნდა შეიცვალოს? რამდენი ადამიანი უნდა იბრძოლოს და დაიღუპოს ამ ბრძოლაში? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი არავინ იცის, კითხვები, რომლებზეც პასუხი დამოკიდებულია არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არა მხოლოდ აქტივისტებზე, არა მხოლოდ პროკურატურაზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და რომელსაც აქვს არჩევანი დაივიწყოს თუ დაიმახსოვროს, ჩუმად დარჩეს თუ ხმამაღლა ისაუბროს, მიიღოს თუ არ მიიღოს ის, რაც მოხდა. 2023 წელს 20 წლის შემდეგ ვარდების რევოლუციისას საქართველო კვლავ ცხოვრობს იმ ისტორიის ჭრდილში, რომელიც მოხდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე 1990-იან წლებში. ის ფული, რომელიც გაქრა მაშინ, 600 მილიონი დოლარი, შესაძლოა მილიარდი ან მეტი, არასოდეს დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ის ადამიანები, რომლებმაც მოიპარეს ეს ფული, უმეტესობა მათგანი არასოდეს დადგა სასამართლოში. ის სისტემა, რომელმაც შექმნა ეს კორუფცია, არასოდეს შეიცვალა ფუნდამენტურად. ლევან მამალაძე, ქვემო ქართლის დონი, კვლავ ცხოვრობს რუსეთში, ცხოვრობს თავისუფლად, ცხოვრობს კომფორტულად, ცხოვრობს იმ ფულით, რომელიც მან გააკეთა იმ წლებში. მისი ოჯახი, მისი ახლობლები, მისი პარტნიორები, ბევრი მათგანი კვლავ არის საქართველოში, კვლავ არის ბიზნესში, კვლავ არის პოლიტიკაში.
ის ბენზინგასამართი სადგურები, რომლებიც აშენდა საბაჟოების ფულით, კვლავ მუშაობს. ის სასახლეები, რომლებიც აშენდა საბაჟოების ფულით, კვლავ დგას. ის ბანკის ანგარიშები, რომლებიც გაიხსნა საბაჟოების ფულით, კვლავ არსებობს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის რეალური ბოსები, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პირამიდის თავზე, რომლებიც იღებდნენ ყველაზე დიდ წილს, რომლებიც რეალურად აკონტროლებდნენ სისტემას, ისინი კვლავ არიან ჩრდილში. მათი სახელები კვლავ არ არის ცნობილი. მათი როლი კვლავ არ არის გამხელილი. მათი ფული კვლავ არის მათ ხელში. და ისინი კვლავ იყენებენ ამ ფულს იყენებენ იმისთვის, რომ ჰქონდეთ გავლენა, ჰქონდეთ ძალაუფლება, ჰქონდეთ კონტროლი იმ სისტემაზე, რომელიც არსებობს საქართველოში დღეს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ქვემო ქართლის საბაჟოების ისტორიამ, მემკვიდრეობა, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიული, არამედ აქტუალური, რომელიც არ არის მხოლოდ წარსული, არამედ აწმყო, რომელიც არ არის მხოლოდ მოგონება, არამედ რეალობა. რადგან ის სისტემა, რომელიც შექმნა ქვემო ქართლის საბაჟოების კორუფცია, არ გაქრა 2003 წელს. ის შეიცვალა ფორმა, შეიცვალა მეთოდები, შეიცვალა სახეები. მაგრამ არსი დარჩა იგივე, სისტემა, სადაც ძალაუფლება გამოიყენება პირადი გამდიდრებისთვის, სადაც სახელმწიფო რესურსები გადადის კერძო ჯიბებში, სადაც რეალური ბოსები რჩებიან ჩრდილში და ხელშეუხებელნი. და სანამ ეს სისტემა არსებობს, სანამ ეს ლოგიკა მუშაობს, სანამ ეს სტრუქტურა რჩება ხელშეუხებელი, ისტორია, რომელიც მოხდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე, შეიძლება განმეორდეს. შეიძლება უკვე მეორდება სხვა ადგილებში, სხვა ფორმებით, სხვა სახელებით. რადგან კორუფცია არ არის უბრალოდ ინდივიდუალური დანაშაული, ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის სტრუქტურული დეფექტი, ეს არის ის, როგორც აშენებულია თავად სახელმწიფო. მაგრამ ვინ უნდა შეცვალოს ეს სისტემა? ვინ უნდა გამოასწოროს ეს სტრუქტურა? ვინ უნდა აღმოფხვრას ეს დეფექტი? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის მარტივი, კითხვა, რომელზეც პასუხი მოითხოვს არა მხოლოდ პოლიტიკურ ნებას, არა მხოლოდ ინსტიტუციურ რეფორმას, არა მხოლოდ იურიდიულ ცვლილებებს, არამედ ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას იმ კულტურისა, რომელიც არსებობს საქართველოში, ტრანსფორმაციას იმ მენტალიტეტისა, რომელიც აღიარებს კორუფციას როგორც ნორმას, ტრანსფორმაციას იმ სისტემისა, რომელიც აქცევს ძალაუფლებას პირად ბიზნესად. და ეს ტრანსფორმაცია არ მოხდება ერთ დღეში. ეს არ მოხდება ერთი რევოლუციით. ეს არ მოხდება ერთი კანონით. ეს მოითხოვს თაობების ძალისხმევას, მოითხოვს იმას, რომ თითოეული თაობა, თითოეული მოქალაქე, თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, გააკეთოს არჩევანი. არჩევანი არ მიიღოს კორუფცია როგორც ნორმა, არჩევანი არ ჩუმდეს უსამართლობის წინაშე, არჩევანი არ დაივიწყოს ის ისტორია, რომელიც მოხდა და რომელიც შეიძლება განმეორდეს. რადგან ისტორია, რომელიც მოხდა ქვემო ქართლის საბაჟოებზე, არ არის მხოლოდ ისტორია ქურდობისა და კორუფციისა. ეს არის ისტორია იმისა, თუ რა ხდება, როცა ხალხი ჩუმდება, როცა ხალხი ივიწყებს, როცა ხალხი იღებს. ეს არის ისტორია იმისა, თუ რა ფასი აქვს ჩუმობას, რა ფასი აქვს დავიწყებას, რა ფასი აქვს მიღებას. და ეს ფასი არის ძალიან მაღალი, ეს არის ფასი, რომელიც იხდება არა მხოლოდ ფულით, არამედ ღირსებით, არა მხოლოდ ეკონომიკით, არამედ მომავლით, არა მხოლოდ ერთი თაობით, არამედ მრავალი თაობით. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება, ვინ იყო რეალური ბოსები? სად არის ის ფული, რომელიც არასოდეს იპოვეს? და რატომ 20 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ არ ვიცით პასუხები ამ კითხვებზე? შესაძლოა პასუხები კვლავ იმალება იმ დოკუმენტებში, რომლებიც მონიშნულია როგორც სახელმწიფო საიდუმლოება. შესაძლოა პასუხები კვლავ იმალება იმ ბანკის ანგარიშებში, რომლებიც გახსნილია შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, კვიპროსზე. შესაძლოა პასუხები კვლავ იმალება იმ ადამიანების ხელში, რომლებიც კვლავ არიან ძალაუფლებაში, კვლავ აკონტროლებენ სისტემას, კვლავ იცავენ საკუთარ საიდუმლოებებს. და სანამ ეს საიდუმლოებები არ გამხდება საჯარო, სანამ ეს დოკუმენტები არ გაიხსნება, სანამ ეს ადამიანები არ დაასახელებენ, ისტორია, რომელიც დაიწყო ქვემო ქართლის საბაჟოებზე 1990-იან წლებში, დარჩება როგორც ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ჭრილობა, რომელიც არ იხურება, რომელიც არ იკურნება, რომელიც აგრძელებს სისხლდენას არა მხოლოდ ფულის, არამედ სამართლიანობის, არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ნდობის, არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის.